ოღონდ სხვადასხვა სახე. ხო და ამაზე კიდე რა შეიძლება ითქვას, რომ 1.24 მასშტაბში ამაზე მაგარი დეტალიზაციით ესეთ ავტომობილს ვერ იპოვეთ. ხო, რაც მთავარი არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და ერთი რაღაცა მინდა კიდე რომ თქვა. სულ რომ კომენტარები იწერება, რომ BMW დადეო რა. ხო. აი, ჩემი აზრით, ბოლო BMW რაც დაიდო. ხო. დაიდო BMW-ები საკოლექციო მოდელებში საუკეთესო BMW, ანუ მაღაზიაზე მაგარც ვერ ნახავ. პროსტა ფიზიკურად ვერ ნახავ. რავი, ძალიან ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ ფაქტიურად ნახვები არ და. ანუ ჟიგულს უფრო მეტი ნახვა, კი არ ვაკნინებ ჟიგულს, მაგრამ ჟიგულს უფრო მეტი ნახვა აქვს, ვიდრე M3 GT-ს, რომელიც Need for Speed-დან არის სპეციალური. და თან ლიმიტირებული თან ლიმიტირებული 999 ცალიდან 492-ა და ვინც არიცით ხო ესეთი მანქანების გადაღება ჯერ ერთი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და მეორეც ანიშოვი ან ვერა რა და უნდა ჩამოვიდეს უნდა ელოდო ან მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება გიწევს იმისთვის რომ ეგეთი მოდელი გადაიყო კი ბატონო და რა ვიცი ანუ რა თქვა ზოგი ერთები უკაცრავად ჩავერთვები რა მაგ ჩვენს დისკუსიაში და ზოგი ერთები რომ ფიქრობენ რომ სათამაშო არის ხო არა მაგაზე და ვიდეოს გადაღება მაგარი იაფიჯდება ხო ვერა იაფი არ ჯდება რა დამიჯერეთ ფას ვერ დავასახელებ მაგრამ ხო აი კონკრეტულად იმ BMW შევეშოთ ამაზე ვილაპარაკოთ აგერა 150 ლარი ისა ეს მანქანა ანუ რა გამოდის რომ ჩვენ ერთი ვიდეო გვიჯდება 150 ლარი მით უმეტეს რომ სპონსორი ჩვენ არ აქვავს და ფაქტიურად დამოკიდებულები ვართ ან დონაციაზე ან ჩემხებაზე ხო რა ხო ეგრე არის საკმაოდ რთული არის გადაღება და თან თუ გადაიღებ საინტერესო მანქანა უნდა გადაიყო რა ისევ ვერ გადაიყო